გამარჯობათ მეგობრებო. როგორ ახართ? როგორ? კარგად უნდა იყოთ, კარგად. დავიწყოთ არა? ჩვენ ისე გზებში ვართ, ტრამალებში, სტეპებში, კეცავთ, ვერ დავკეცეთ. მაგრამ კეცავთ ფიქრებს და აზრებს და როგორც ყოველთვის, როგორც ჩვეულებრივად უკვე რაღაცნაირად ჩვევაში მივიღეთ, ასეთ სტეპებში ვიწყებთ ჩვენი აზრების თქვენთვის გაზიარებას. წინა ვიდეოში განვიხილეთ კნუც ხამსუნის შიმშილი, ხო? და მე იქავ თქვი, რომ შიმშილი ახლა ისეთი თემაა, ხო? თვითონ ნერვიულობ, ფაქტურად ყველა ადამიანი ცდილობს იმას, რომ არ მოშივდეს და, ცხოვრება და თავის ცხოვრება კარგად მოაწყოს და შიმშილზე და იმაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ფაქტურად ის არის, რომ შიმშილს გაექცე და იცხოვრო კარგად, ხო? ჩვეულებრივი სტანდარტული ფორმაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებისა. მაგრამ მე თქვი გახსოვთ, რომ შიმშილი არის კიდევ ნებაყოფრობით. და კომენტარებში რომ დამიკავშირდნენ ჩვენი მეგობრები, მოგვიყევი ამ შიმშილობაზეო რა. ერთ სიტყვით ეს ვიდეო მინდა დაოთმო შიმშილით კუნალობას. და ჩემ მაგალითზე თონი საინტერესო თემაა, იმიტომ რომ მე თვითონ რომ დავიწყე ამ ცხოვრება საკმაოდ კაი შედეგზე გავედი, მაგრამ მომენტებში ვეშვები ხოლმე და არ არის სწორი, მაგრამ დავიწყოთ თავიდან. ხო, დამავიწყდა ფაქტურად ეს ვიდეო მინდა მიუძღვნა, ასე თქვათ, ვარჯიშს და შიმშილს. ეხლა ღამე გავათენე ეგ ტრაქტორზე და კარგად წავივარჯიშე, 1-3 კილომეტრი გავიარე, მე ცოტა ჩემებური ვარჯიშები გავაკეთე. დავჯექი და დავიწყეთ მოძრაობა. ვარჯიში და შიმშილი, ასე რომ ვთქვათ, ეს ორი ელემენტი, რომელიც ჩვენ ჯანმრთელობას და საერთოდ მაგარი რაღაცაა რა. ეხლა პირველი პრობლემა ადამიანის რომ იყოს ჯანზე, ხალიზე და мотиваცია ქონდეს ცხოვრების არის ჯანმრთელობა, ხო? და პირველ ადგილზე საერთოდ ყველა პრობლემების საწყისი არის ნერვები. ჩვენი არხიდან გამომდინარე, ჩვენ სულ ვიძახით, რომ აი რაღაც გადასაჭრელი პრობლემები რო არის, გადასალახავი თემები რო არის, ყოველთვის ვიძახებ, მოი სიმშვიდით, იმიტომ რომ ფაქტურად რო დაფიქრდეთ, აი ნერვები არის ყველაფრის საწყისი რა. ადამიანები ვერ აკონტროლებენ ნერვებს, ვერ მართავენ ნერვებს, მე ეს ემოციებში გადადის, ემოციებში რაღაც ენერგიას უაზრო რისხანება გადადის, შფოთვა გადადის არეულობაში, მე ის მიყვება მთელი ჯანმრთელობის კურსს დაარტყავს, წნევა აიწევა, იმპაქტი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის პირველი მიზეზი ჯანმრთელობისა რა. მე ახლა სანერვიულო ნამდვილად ბევრი გვაქვს ცხოვრებაში. სანერვიულო რა არის, რომ იწყებ რაღაცის გაკეთებიდან არ გამოგდის და ნერვიულობა და ასე ვიმართლებთ ხოლმე, რა ცხოვრება არის ნერვიულობა და აქედან გამომდინარე ყველაფერს ვაბრალებ ნერვებს რა. პირველ რიგში. მაგრამ მოდი მე ახლა მეორე საკითხზე დავიწყებ ლაპარაკს, ტყვება და შიმშილობა. და ძირითადად შიმშილობაზე მინდა ხაზი გავუშვა. აი რაღაცნაირად ჩემი ბავშვობიდან ყოველთვის, ეხლა მე თავიდან სპორტსმენი ვიყავი და სულ ვცდილობდი, რომ აი ჯანმრთელობა ისე შემენარჩუნებინა ჩემი ორგანიზმი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ფორმაში ყოფილიყავი და ასე თუ ისე გამომდის, იმიტომ რომ ვიცი, რომ შენ თუ რაღაცა დაისახე და გინდა რომ შენი ორგანიზმი ჯანმრთელი იყოს, არ უნდა იზარმაცო. რო არ იზარმაცო, დღეში 1 საათი, 2 საათი, დღის განმავლობაში ვიძახი 1 საათი მაინც უნდა ფიზიკურად უნდა იყო აქტიურად, რომ ყველაფრისთვის მზად იყო, იმიტომ რომ ცხოვრებაში ხვაზე ხა ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი და ამისთვის ფორმაში რომ უნდა იყო ფიზიკურად. ეხლა მე არ ვიძახი ჯანზე და იმაზე, მაგრამ ჯანზე სულიერად, რომ мотиваცია და
ხალისი არ დაგაგდეს ადამიანს, რომ ეს შენი განვლილი ცხოვრება ნორმალურად განვლო. ნუ ეს გასაგებია ფიზიკური ისა, ამაზე ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკეთ და მე მინდა ისევ გონი უკვე მეორე ვიძახი შიმშიზე ვილაპარაკო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეთოდი იყოს რაღაც 1986 წელი პერესტროიკას რო ეძახი საბჭოთა კავშირში დაიწყო პერესტროიკა და შემოვიდა ასეთი წერალიერე ცნობილია გეხსოვებათ პოლ ბრეგი. პოლ ბრეგი იყო ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც მერე თავისი გამოკვლევებიდან გამომდინარე დაწერა წიგნი შიმშილით კუნალობა და რამდენიმე 4 თუ 5 წიგნი აქვს დაწერილი და რას ამბობს ეს ადამიანი. ხო, ჯერ მოდი ასეთ რაღაცას ვიტყვი, მოდი ბიოგრაფიას ვიტყვი ამ პოლ ბრეგისას. ესე იგი პოლ ბრეგი იყო ადამიანი, რომელიც რიცხვ დაუკვირდით, მეგობრებო, 96 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა სერფინგი რო არის, აი ოკეანეში რო ცურაობენ ხოლმე რა, ეს გახსოვთ აში ოკეანეში რო ვიყავით წყნარ ოკეანეში, იქ რო აჩვენებდით ხოლმე. 96 წლის ასაკში ამ ტალღებში რაღაცა მოვიდა და ტრაგიკულად დაიღუპა. და რო წამოიღეს მისი ორგანიზმი, ანუ და რო გააჭრეს მისი ბიოლოგიური, როგორც ხო იყო ხა 96 წლის ასაკის იყო და ბიოლოგიური ორგანიზმი ქონდა 48 წლის კაცის ორგანიზმი ქონდა ბიოლოგიურად. ფანტასტიკაა, ხო? აი წარმოიდგინეთ, აი სასწაულია, ესე იგი 96 წლის კაცს ქონდა 48 წლის კაცის ბიოლოგიური ორგანიზმი. ეხლა ამას რო ვამბობთ ხოლმე, მე ბევრი წიგნები წავიკრიბე პოლ ბრეგის შესახებ და იყო ხოლმე ანტიისინი მის მოწინააღმდეგები, რომ ეს არ არის სიმართლე, გამორიცხულია რომ 96 წლის ადამიანს ჰქონდეს 48 წლის კაცის ორგანიზმი. ეს იყო რეკლამაო, ეს იყო პიარიო და მაგაზე არის ძალიან ბევრი დავები დღემდეც. აი ვინც დაინტერესდება ამ თემით, ამაზე აი დღემდეც არ გაჩერება. ეხლა არა ეს ტყუილია, მაგრამ გინდა ტყუილი და არ გინდა არა ტყუილი, ფაქტია რომ 96 წლის ადამიანი ახერხებდა სერფინგზე ტრუკების გაკეთებას. პოლ ბრეგს დაწერილი აქვს 4 თუ 5 წიგნი და ფაქტობრივად ამ 4-5 წიგნში ავცელებს იმას და ნუ მე შევეცდები ახლა ეს ჩამოვაყალიბო რას ამბობს, ნუ ძალიან მარტივად არის, რომ ადამიანის ორგანიზმი, ნუ იკვებება, ხო? და ძალიან მარტივ ფორმულას ამბობს და მე თავის ცხოვრების მაგალითზეც გვაჩვენებს და მე ამას ჩამოვაყალიბებ. ესე იგი ადამიანი რო ჭამს საჭმელს მიიღო ხო ორგანიზმმა რაღაცა პროდუქტი ხო და ამას უკვე მე ბიოლოგიურად მედიცინურად ხსნის, მაგრამ ბოლომდე ვერ ინელებს, ხო ეს როგორია პროცესი მოინელებს და მე უნდა გარკვეული დროის შემდეგ ეს მონელებული და გადამუშავებული პროდუქტი უნდა გამოვიდეს ორგანიზმიდან. მაგრამ ნივთიერებათა ცვლა სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ახერხებს ამ პროდუქტის და ამ პროდუქტის გადამომუშავებას. კი გამოდის რაღაცა გარკვეული ნაწილი ორგანიზმიდან, მაგრამ უჯრედებში მაინც რჩება რაღაც გარკვეული ნაწილი, რასაც შლაკებს ვეძახით. ბრეგი ამ სისხლძარღვებს და ორგანიზმს ადარებს, აი ჩათვალეთ წყლის მილი, ხო? რო დააყენებ წყლის მილს და ვთქვათ 10-20 წლის შემდეგ ეს წყალი რო დადის ამ მილში, გარკვეული დროის განმავლობაში იმ მილში ნალექი ილექება, ჭუჭყისამი და გროვდება და ერთი დღეც მოდის და ის რა ქვია წყლის მილი შეიძლება წყლის დინება გაჩერდეს, იმიტომ რომ ამ ნალექებისა და ამ შლაკებისგან ასე რო ვთქვათ იჭედება და აღარ გადის და სისხლი აღარ გადის. აი ესე ხდება ორგანიზმშიც. ამიტომ ეს ახლა ასე თუ ისე ეს პროცესი მაინც მოხდება, ახლა ახალგაზრდა მაინც ორგანიზმი მიდის ასაკში და
მაინც გინდა არ გინდა გროვდება ეს შლაკები და ამ დროს შენ უნდა შეუწყო ხელი შლაკების გამოსვლას. და ამ შლაკების გამოსვლას პოლბრეგი ახერხებს შიმშილობის საშუალებით. ესე იგი, სისხლი ხომ მოძრაობს ორგანიზმში, ვენებში და ხო ყებას ხო იღებს, საჭმელს ხო იღებს და შენ რო ორგანიზმში არ შეჭამ არაფერს, სისხლი ხო ეძებს ვენებში საკვები ორგანიზმს და არ არის საკვები ორგანიზმი და მიადგება ეს სისხლი ამ შლაკებს, რომელიც ამ ვენებში, კაპილარებში და საერთოდ ორგანიზმშია დალექილი. და აი ნელა ეს გამოაქვს. მე აი წარმოვიდგინე ცხოვრების განმავლობაში რამდენ რაღაცას ჭამთ, ხო? მით უმეტეს ეხლანდელ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ამდენი რამ საჭმელებია შეხვალ იმაში მაღაზიაში გადატენილია ყველაფერი და მერთმა იცის რა ხდება. ეხლა კი ვიძახია ნატურალური, არანატურალური და ქიმიით და იმით მოპოვებული და ამაზე ეხლა უჩემოთა თქვენ იცით რა ხდება და რა ზღებულობთ ორგანიზმში. აი არ გიკითხო მე ადრე მაგალითად ეხლა თქვა მე-5, მე-6, მე-7 საუკუნეში სანამ ამერიკას აღმოაჩენდნენ, ხო? სანამ კარტოფილი, პომიდორი და 1000 რაღაცა შემოდიოდა სანამ შემოვიდოდა ევროპაში და საერთოდ ეს კარტოფილი, სოიო, ლობიო, ხო? რითი ცხოვრობდა ხალხი? პური და არ ქონდათ იმდენი მრავალფეროვანი საჭმელი და წარმოიდგინეთ როგორი მეომრები, როგორი ჯანიანები და ღონიერი ხალხი იყო და მე ვფიქრობ, კაცო, ერთი ხორცი და ერთი პატარა თუ დღეს ეხლა სიტყვაზე გვაქვს 100 სახეობის საკვები, მაშინ გქონდათ 2 თუ 3, მაგრამ მაინც ძლიერები იყვნენ და ორგანიზმი მაინც თავის საქმეს აკეთებდა, ხო? ანუ მომდე. კი, ეხლა მართალია ინფექციები და რაღაცეები იყო. შეიძლება დიდხანს ვერ ცხოვრობდნენ ადამიანი 40-50 წლის უკვე მოხუცად ითვლებოდა, მაგრამ ხო ჯანზე იყვნენ. კი, მართალია მედიცინა დაეხმარა ისან და მაგრამ აი ეს ენერგია და აი ეს мотиваცია ძალიან მაგარი ქონდათ. და ისმის კითხვა, კაცო, ის 2-3 სახეობა როგორ ყოფნიდათ, ეხლა ამდენი საკვები გაქვს, ხო, სოფლიოში ამდენი რაღაცაა და როგორ ისა მაინც ადამიანი როგორი სულ ავათარი და სულ პრობლემებშია. ამ ძალიან მარტივი პასუხია. პოლბრეგი ამბობს თავის წიგნებში, რომ ჩვენ ორგანიზმს ვტენით 1000 საწამლავით საკვებით, კაი საწამლავი შეიძლება კიდევ მოახერხო, მაგრამ ამდენი გემრიელი და ამდენი გემრიელი საჭმელებიდან გამომდინარე ადამიანი ვერ ითმეს და იტენის შიგნით ორგანიზმში და ძალაუნებურად ის ფუნქცია, რასაც ქვია და ნივთიერებათაცვლა ორგანიზმი ვერ ახერხებს ამას, რაღაცა გადამამუშავებული ეს მასა გამოდის გარეთ, მაგრამ ეს დანარჩენი რაც ვერ ითვისებს ორგანიზმი, ილექება ორგანიზმში შლაკების სახით და ეს შლაკები და ეს ნარჩენები არის ყოველგვარი ავადმყოფობის და ჯანმრთელობის პრობლემების საწყისი. და ეს პრობლემები რო გადავლახოთ, ესე იგი ეს შლაკები რამენერად უნდა გამოვიტანოთ გარეთ და აი შიმშილობა ამას უკვე შველის. მე მეთოდები აქვს, მე ეს წიგნი რო წავიკითხე 86 წელს, უკვე ჩემ ამბებზე ვიტყვი, რაღაც ახთოვანდი. პატარა ბიჭი ვარ, ხო, 20-22 წლის ბიჭი ვარ, მაშინ უკვე ფიქრობდი და ახლა იმ პერიოდიდან უკვე რამდენი წელი გავიდა, ხო, 30 წელი, მან დააქვს სხვადასხვა მეთოდები, ყოველ კვირაში ერთხელ, ძირითადად 4 შაბათ დღეს მე საერთოდ საჭმელს არ ვჭამ. ახლა სამ თვეში ერთხელ ზოგჯერ 3 დღიანს ვაკეთებ და ზოგჯერ 6 თვეში ერთხელ 6 დღიანს. ეს მეთოდები ყველაფერი მოყოლილი აქვს პოლბრეგს უკვე წიგნში, მაგრამ მეც ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ 6 დღიანი ცოტა ძნელია, 3 დღიანი ძნელია, იმიტომ რომ პირობები გინდა, იმიტომ ხო იცით ახლა სუფრა, დაბადების დღე, ამას პირობები უნდა შეუქმნა, იმიტომ რომ მიდიხარ ახლა სუფრაზე დაკვატიჟებენ და არა შიმშილობ და ეს არ შეიძლება. ამ დროს უნდა წახვიდე გახვიდე საერთოდ ქალაქიდან ან სოფელში და უნდა გაჩერდე მანდ. მაგრამ ეს სხვა მეთოდებია. ხო და აი რას ვამბობ, ესე იგი
თავიდან ცოტა ძნელია, იმიტომ რომ პირველად ეხლა როგორი საქმე ეხლა 24 საათი შეჩეული რო ხარ ჭამას და კაი ნებისყოფაც უნდა გამოამჟღავნო. პირველი 2, 3, 4 კვირა შეიძლება მაგრა შეწუხდე, მაგრამ უნდა რახან მიზანი გაქვს, უნდა გაისახო ესა და გაიტანო. და მე უკვე 1 თვის შემდეგ, 2 თვის შემდეგ ამას შეეჩვევი და უკვე რამდენი წელი 30 წელი მე ამას ვაკეთებ. ეხლა ამის გაკეთებას რო დაიწყებთ, უკვე თქვენც იგრძნობთ. აი მაგალითად ეხლა უკვე ბავშვის კანი როგორი ის არის, ხო? აი დრეკადია და უფრო რაღაცა რბილია და ასაკოვანის უფრო რაღაც უხეშია. ესე იგი ბავშვის ორგანიზმი არ არის ესე გაჭუჭყიანებული და ასაკოვანის უკვე გაჭუჭყიანებულია. ხო და შენ გძნობ უკვე ამ შიმშილობას რო გააკეთებ, აი ეხლა თქვა კანი ხო არის უხეშა და გარკვეული დროის შემდეგ უკვე გძნობ რომ უფრო რბილი ხდება და ამით ძალიან სიამოვნებს, რომ ესე იგი შედეგზე გადიხარ, მაგრამ ასე უცბად ვერ გადიხარ შედეგზე, ამას უნდა დრო. წლები, 1 წელი, 2 წელი, 3 წელი და მერე სულ მუდმივად უნდა შეინარჩუნო ეს ფორმა. და შიმშილობის დროს აუცილებლად ეხა პოლბრეგე კი გეუნება რომ დისილირებული წყალი აფთიაქში, ესე იგი აუთქლებული წყალი უნდა დალიო, მაგრამ ეხლა სად ყოველ იმაზე საშუალება სად არის ეხლა ასეთი წყალი იყიდო. საშუალებაზეც არ არის ეხლა დრო შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ აუცილებლად შიმშილობის დროს უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობის წყალი. წყალი, არა სითხე, არამედ წყალი. და ცოტა უხერხურად ვამბობ და თქვენ დააკვირდებით მე თქვენი ორგანიზმიდან როგორი ის გამოდის შარც რო შეხედო თავიდან გული გაგისკდებათ შიმშილობის დროს ეხლა ის ხო ეძებს და გამოაქვს და ეს რო გამოაქვს ის ჩვეულებრივად თუ არის შარდი თეთრი მაგ დროს შიმშილობის დროს ესე მუქი ზოგჯერ ძალიან ისეთი ყავისფერია და გული რა ქვია არ შეგეშინდეთ ეს უკვე კარგი ეს ნიშნავს რომ თქვენი ორგანიზმი იწმინდება. ერთ ჩემ გამოცდილებასაც გეტყვით, აი როცა შიმშილობ, მე წყალი არ გინდა ხოლმე რა, აი დაკვირვები ხართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა და მიუშვათ ამ გრძნობას, ზოგჯერ ძალითაც უნდა დაალიოთ. იმიტომ რომ წყალი ის რაც უფრო თხელია, იქ შიგნით სავსეა, ის უფრო ადვილად გამოაქვს. თუ არ არის წყალი, მე შეიძლება გაიჭედოს და უფრო პრობლემად შეგექმნას. ამიტომ სულ მინიმუმ 2-3 ლიტრა წყალი მაინც უნდა დალიოთ შიმშილობის დროს. საერთოდ ზოგადად ყოველთვის წყალი ისედაც უნდა დალიოთ 2 ლიტრამდე, ზოგადად 100-ია, მაგრამ შიმშილობის დროს განსაკუთრებით, რაც უფრო მეც დალიოთ, უფრო კარგი იქნება და რაც უფრო ხშირად გავხვალთ საჭირო ოთახში, რომ სითხე გამოიტანოს ეს მთელი შლაკები. ძალიან მაგარი რაღაცა, მე სარგებლობ და სამწუხაროდ ზოგჯერ აი სიზარმაცე რა ეს ყველაფრის პრობლემების არის სიზარმაცე ზოგჯერ აი ხან იმას ჩაერთვა არ ჩაერთვა აი რა ესე მკაცრად უნდა გააკეთოთ ეს. იმიტომ მე მოდიხარ მაგალ ხასიათზე მე აქ ერთი პრობლემაა კიდევ მაგ პოლბრეგს კარგად უწერია რომ აი თქვა 24 საათი რო იშიმშილებ მე უცბად საჭმელს არ უნდა ეტაკო რაღაც თხელი რაღაცა უნდა დალიო ან სუპის სახით ან ბოსტნეული სახით აი ახლა პირდაპირ რომ მიადგე ხაჭაპურს და რა ქვია იმას ხორცს და რაღაცა ასეთ რაღაცა არ არის. აი ყოველთვის აი თხელი იმით უნდა გააკეთოს, მე ჩვეულებრივად გააგრძელო შენი კვების ამბავი. დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ რა რაოდენობის საჭმელს ჭამ. ახლა შეიძლება ცოტა გაგიკვირდეთ, მაგრამ თუ გვინდა ჯამთელები ვიყოთ ახლა ცოტა ქართველებისთვის და ჩვენი ასეთი მოკეიფე ხალხის ცოტა ძნელია, მაგრამ ასეთი ის არის მეთოდი კი არა პროგრამები მაგას იძახის, რომ აი რაც ხელის გულზე დაგეტევა, აი ეს უნდა ჭამო. როგორია ახლა ეს ხო? ახლა სუფრაზე დაგპატიჟებენ და აი მას რო იტყვი აი ესა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება სუფრაზე ახლა კაცი რო დაგპატიჟებს, სუფრას გახსნის და იხო არ დაიწყებ, ახლა ამდე შევჭამ, იმდე შევჭამ, მაგრამ ნუ ზოგჯერ მაინც ეს უნდა გამონაკლისიც შეიძლება დაუშვა ეს ვარიანტი, მაგრამ მე შიმშილობით გამოვიტან. მაგრამ ზოგადად აი ახლა მაგათთან ახლა მე თქო ტრაილერზე მუშაობ. აი მე ჩემი მაცივარი სუცარიელი, იმიტომ ვცდილობ რომ არ ვიყო ჩემთან ბევრი საჭმელი და საერთოდ თუ შეჭამ, აი რაც ხელის გულზე დაგეტევა, აი ეს უნდა ჭამო, ეს უნდა მიიღო საკვები.
ეხა როგორია ნებისყოფი და ძნელია, ხო ერთხელ რომ მოგშივდება, მე უნდა მოითმინო და საერთოდ ინგლისელები ჯენტლმენები როგორ ამბობენ ხოლმე. შენ სუფრიდან ისე უნდა ადგერო, კიდო ცოტა მოშივებული იყო, მაგრამ ძნელია, მაგრამ თუ გინდა რომ ჯამთელი იყო, აუცილებლად მას უნდა გავაკეთოთ. ეხლა წარმოიდგინეთ, ამაზე ეს რატოა გათვლილი, რომ აი ამდე რაოდენობას ორგანიზმი ახერხებს რომ მოინელოს, ამის ნაცვლად ამდენს რო შეჭამ, ის შლაკები, დაგროვებული მოუნელებელი შლაკები, ნიუტრიენტები რჩება ორგანიზმში და რაც მერე იწვევს დრეკადობის უკვე ხო იცით აი ასაკში რო შედის უკვე ორგანიზმი უკვე მოღუნული ხარ, ისა ხარ, ამ დროს რატო ხარ მოღუნული, რომ აქ დაგროვილი გაქვს იგი მარილები თუ რაღაცა ნიუტრიენტების სახე და ვერ მოძრაო, დრეკადი არა ხარ და ეს მარილები და ეს შლაკები რომ უნდა გამოიტანო, ეს უნდა გამოიტანო შიმშილის საშუალებით. ეხლა წეღან მარხვა ვახსენე რელიგიურადაც, აი თქვენ იცით ხო, მარხვა გარდა იმისა, რა თქმა უნდა, უპირველესად მარხვის დანიშნულება არის სულიერი როგორც სპორტსმენი რო ვარჯიშობს, ხო? სულ ვარჯიშობს, რომ უფრო ძლიერი იყოს, მარხვაც რაღაცა აკრძალვას უაკეთებს, შენ სულს აძლიერებ, ხო? ეს არის მარხვის დანიშნულება, იმიტომ რომ რაღაცა სულვილები რო გაქვს, იმით იოკებ და ამით ავარჯიშებ შენ სულს. ეგრეთ წოდებული ნებებს იოკებ. ამით ავარჯიშებ შენ სულს. მაგრამ ეხლა სამედიცინო თვალსაზრისითაც მარხვა ძალიან მაგარი რაღაცაა და ფაქტიურად იწმინდავს შენ ორგანიზმს. აქედან გამომდინარე, მაინც ახლა მე რო ვცდილობ რომ ეკლესიური და რელიგიური ადამიანი ვიყო, მე 4 შაბათს ვამთხევ ხოლმე, მარხვაშიც მეთვლება და მედიცინური თვალსაზრისითაც ამას ვაკეთებ ხოლმე. მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ არის ხოლმე ჩავერთობი და ხო იცით ახლა ეს ტრაილერზე რომ მუშაობ, იქით-აქით ზოგჯერ ვერ აქცევ ყურადღებას, მაგრამ ძალიან დიდი არ არის სწორი რა, დიდი შეცდომაა რომ არ ღვევ. და რო დაფიქრდები რომ რა ხალიზე იქნება, ასაკში იქნები და მაინც ხალისად რო ხარ და ჯანმრთელობა არ გაწუხებს და ხარია ცხოვრება რა ჯობია მაგას. ეხლა წამოიღე პოლ ბრეგი 96 წლის ადამიანს ქონდა 48 წლის კაცის ორგანიზმი. და მე იქ ცოტა ქალბატონებშიც უყვარდა სიარული, ისიც ესეც და ადამიანი ცხოვრობდა და ხალისობდა ცხოვრებით. ეხლა ამ ჩემ ვიდეოს ვინც მოусმენს, ეხლა გამოჩნდებიან ადამიანები, არა მარტო გამოჩნდებიან, აი დარწმუნებული ვარ, აი მეც პირად ლაპარაკში რომ ლაპარაკობ ხოლმე, რა დრო შიმშილია კაცო ცხოვრება, ეხლა უნდა ნახო და მე უკვე ამას რო ხდება და იმაში რო ხდება, მე კი ნანობენ, მაგრამ ხო იცით, მე უკვე გასულია დრო და რატო როდესაც გვაგონება, როდესაც გვაგაზრონება, რაღაცა დაუთმე რა შენ ორგანიზმს. მაგას ვიძახი რომ ჩვენ მარტონი არა ვართ, ხო? ეხლა იმ დღესაც ვამბობდი ჩემ მეგობარს რომ უთხარი, მეთქი ეს გააკეთე, ივარჯიშე, გაიარე, გამოიარე, ენერგია კარგი რა, მაგის საქმე და მეთქი რა კარგი კაცო, მარტო ხო არა ხარ შენს უკან არის მეუღლე, ბავშვები, შვილიშვილები. თითქოს იმ მომენტში დაფიქრდა, მაგრამ მე მაინც ხელი ჩაიქნია და არ ვიცი. თავისთავად ეხლა ყველა თვითონ ვიჩევთ ყველაფერს, მაგრამ რატო უნდა ავირჩიოთ? თვითონ ვიჩევთ შენ ცხოვრებას, ხო? ჩვენი ცხოვრების გზას, მაგრამ რატო უნდა აირჩიოთ ცუდი გზა, როდესაც აგერგა კარგი და გამოიყენე ის კარგი. მაგრამ რა უყოთ სიზარმაცეს, არა სიზარმაცეს? ფაქტობრივად სიზარმაცე არის ყველაზე აი საშიში მოვლენა, მე რომ მკითხო რა. აი სიზარმაცე ხარ გავაკეთებ, მე გავაკეთე, მაგრამ საერთოდ ჩამში სიზარმაცეა და აი ზარმაცები რო არ ვიყოთ, რაღაცა ნებავს უნდა დავაძალოთ და გავაკეთოთ ის, რაც რა ვიცი, ხა ინტერნეტის სამყაროში ამდენი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ მაინც ადამიანი ზარმაცია და არ უნდა ხოლმე რომ ჩაწვდეს, დაფიქრდეს. მე ერთს ვიტყვი მეგობრებო, სამწუხაროდ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. აი რაღაცა გაზარმაცდები, რაღაცას არ გააკეთებ ბოლომდე და ის უცბად შედეგს გარტყავს. აი ხა მეც რო იმ დღეს რომ მოხდი, რა ქვია იმაში, ალაბამაში, კენჭის გავრო, აი კაც მანდაც მანდიყო რა, აი მე ჩემ მეუღლესთან საუბრობდი, რომ ზოგჯერ მეც მეზარებოდა წყლის დალევა, გადართული ვიყავი იმაში და ის თავის საქმეს მაინც აკეთებს და იმ ამერიკელმა ექიმაც მითხრა და მე ნიუ-იორკში, ბევრი წყალი დალეა. აქ ხა ასაკიც მოდის თავისთავად. მაგრამ აი
არა, ექიმებთან არ უნდა ვიაროთ. ექიმებთან არ უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ არის საშუალო 1000 თეორიებია და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არის ეს შიმშილობა, რა თქმა უნდა, ეხლა არ მოკვდებით, ცუდად არ გახდებით, პირიქით შედეგზე გახვალთ და ყოველთვის იქნებით ხასიათზე. ეხლა ზოგი მეტრეს, აბა ნახოთ და აი ნახოთ, რა ვიცი, ახ არა ვარ. რამდენი ხანი ვიცოცხლებთ, რამდენი ხანი გავკაჩავთ. მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ გავაკეთო ესა და მეც მოგიწოდებ თუ თქვენც ასე აქვია მისდიოთ ამ შიმშილობის და სპორტული ჯანსაღი ცხოვრების წესს. აი მაგათ ავიღოთ ჩვენი სასიკატულო მოქალაქე გივის სიხარულიძე. შეხედეთ რამდენი წლის ასაკის კაცია და დაცურავს იმებზე დასრიალებს, ხასიათზეა, ანეკდოტებს ყვება, გვახალისებს და სიცოცხლის ელემენტია და ისა რამდენი იმას გვაჩვენებს და საერთოდ მეცნიერები იძახიან თუ შენ კარგად მიხედე შენ საქმეს და ყველაფერი კარგად გააკეთე როგორც საჭიროა სულ ცოტა 150 წელი მაინც იცხოვრებო და რა ვიცი ახლა მაქამდე მართლა ცოტა ძნელია მაგრამ კარგად რო უნდა იყოს ეს კარგია შეიძლება ახლა ორგანიზმი რა ქვია ცოტა ესეთი კვირცხლი და ის არ იყო ცოცხალი მაგრამ აზროვნება მაინც გექნება ნორმალურად. აი ახლა მაგალითად დღეს ლანა ღოღობერიძეს უყურებდი 97 წლის ქალბატონია და დღემდე თამაშობს შოგბურთს. და რამდენი ასე გავიხსენე გივის სიხარულის ვახსენე ჩვენ რეალობაში, ქართულ რეალობაში რამდენი ასაკოვანი ადამიანი და კაი ფორმაშია და ესენი არიან ჩვენი მაგალითები და შევხედოთ მათი გამოცდილება ავიღოთ წიგნი წავიკითხოთ და ისევ და ისევ ახლა თუ მაგალითად პოლბრეგი ჩვენთვის ალღია და შორი დროზე ვიღაცა შორს არის აგე საქართველოში წავს ბევრი ადამიანები რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ და შედეგიანებიც არიან და უხარიათ და შვილთაშვილებისთვის ძალიან დიდი მაგალითია და ვიყოთ ჯანმრთელები და ვიყოთ მოტივირებული ხალისიანი ადამიანები. ხო მეთანხმებით მეგობრებო. მე დარწმუნებული ვარ მეთანხმებით. და აი მეც ახლა ესეთი მოკლე იმით გადმოგეცით, იმიტომ რომ მეტი ახლა ტრამალებში ასეთ რეალიაში ლაპარაკი შეიძლება ჩამოყალიბებულად ვერ ჩამოაყალიბე ჩემი სათქმელი, მაგრამ გონი სათქმელი ბოლომდე თქვი, რომ იშიმშილეთ კაი გაგებით, ნებაყოფრობით, ზომიერად წაიკითხეთ პოლბრეგი, წაიკითხეთ ბევრი მეცნიერები არიან, რომლებიც ამას უფრო კარგად აყალიბებენ და ვიყოთ ხალისიანები, ბედნიერები და გლადატორნი ქართულად როგორ არის შედეგიანები რა ნაყოფიერები კარგით ახლა ვიდეო რო არ გაგვიგზელდეს დაგემშვიდობებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოში შევხვდებით იშიმშილეთ